აღნიშნავ, რომ ცივ სეზონზე ზოგადად რესპირაციული ინფექციების რაოდენობა იმატებს და არც ლევანდელი წელი არ არის გამონაკლისი, ცირკულირებს საკმაოდ ბევრი ვირუსი, თქვათ, რომელსაც შეუძლია რესპირატორული კლინიკის გამოწვევა, მათ შორის არის თქვათ კორონავირუსები, რინოვირუსები, პარაგრიპის ვირუსი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არის ასე ვთქვათ გამოსარჩევი და საყურადღებო ის არის, რომ ბოლო რამდენიმე კვირა უკვე დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები. ჩვენ ვიცით, რომ გრიპი წარმოადგენს ყველაზე უფრო საშიშ რესპირაციულ ინფექციას და თქვათ მომავალშიც უახლოესი თვეების განმავლობაში მოსალოდნელია, რომ გრიპის შემთხვევები მოიმატოს, რაც საყურადღებოა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რესპირაციული ინფექციები და განსხვავებით გრიპს უფრო ხშირად ახასიათებს გართულებები და გარკვეულ შემთხვევებში ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ, ასე ვთქვათ, ექიმთან ვიზიტი და შესაძლოა ჰოსპიტალიზაციაც კი. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და ვთქვათ, მოახერხოთ და დავიცვათ თავი გრიპისგან და არა მხოლოდ გრიპისგან, ზოგადად რესპირაციული ინფექციებისგან, იმიტომ რომ ცივ სეზონზე ვთქვათ, საკმაოდ რთულია, რომ გვერდი აუვაროთ აი ამ დაავადებებს, მაგრამ არის იმის საშუალება, რომ თუ დაგვემართება რესპირატორული ინფექციები და მათ შორის გრიპი, რომ შედარებით სუბუქად გადავიტანოთ და ამისთვის არის სხვადასხვა რეკომენდაციები, რასაც ხშირად გავცემთ ხოლმე. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი რეკომენდაციები, ჰიგიენური ნორმის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ვთქვათ, და სივრცეების განიავება, ასევე რომ უნდა მოვერიდოთ კონტაქტს ადამიანებთან, თუ ჩვენ თვითონ ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონ აგვენიშნება სიმპტომები, რომ შევეცადოთ, რომ ხალხ მრავალ ადგილას არ ვიყოთ, ან თუ ვართ პირბადე გამოვიყენოთ და ყველაზე მთავარი, რაც არის გრიპის ასე ვთქვათ, პრევენცია, ეს გახლავთ ვაქცინაცია და აუცილებელია, რომ მოსახლეობის ასე ვთქვათ, ნაწილი იყოს ვაქცინირებული, განსაკუთრებით აღნიშნავდი რისკ ჯგუფებს, იმიტომ რომ ეს არის ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ვისაც აქვთ იმუნოდეფიციტი, მცირეწლოვანი ბავშვები, იმიტომ რომ ეს არის კონტინგენტი, ვისთანაც არის რისკები, რომ დაავადება წავიდეს მძიმედ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მოვუწოდებ ჩვენ მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ხელმისაწვდომია, უფასოა და თან დაგვიცავს დაავადების, ასე ვთქვათ, მძიმე მიმდინარეობისგან და იმ გართულებებისგან, რაც ამ დაავადებას ახასიათებს. ალექსანდრე, აი თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ხარ ინფიცირებული, დარჩეს სახლში, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას დაავადების მიმდინარეობისას, იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები და რამდენად ამძიმებს ვირუსის მიმდინარეობას, როდესაც შენ ისევ ძველებური დაჭურთვით მუშაობ ინფიცირებულ მდგომარეობაში. ძალიან სწორი შეკითხვაა და დაგეთანხმებით და აღნიშნავ, რომ ზოგადად, როდესაც ადამიანს აქვს ესა თუ ის ინფექცია, ასეთ განსაკუთრებით რესპირაციული ინფექციები და მათ შორის გრიპიც, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც ექიმები ვაძლევთ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, მიიღოს ადეკვატურად სითხე, საკვები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს რეჟიმი, ასე ვთქვათ, სახლში დარჩენის რეჟიმი და ასე ვთქვათ, დასვენება იმისთვისაც აუცილებელია, გარდა იმისა, რომ ეპიდემიოლოგიურად აქვს დიდი მნიშვნელობა დაავადებას გავრცელებაში, ასე ვთქვათ, გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად გამოვჯამთელდეთ და ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია ხოლმე ადამიანები, რომლებიც თქვათ, ვერ ახერხებენ აი ამ რეჟიმის დაცვას, შემდეგ მათ უფრო მაღალი რისკი აქვთ, რომ დაავადება ასე ვთქვათ, გაურთულდეთ. აქედან გამომდინარე, აი ამ კუთხითაც თუ შევხედავთ, აუცილებელია, რომ როდესაც აღვენიშნება მწვავე რესპირაციული ინფექცია, განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში, ვიყოთ სახლში, დავიცვათ ეს რეჟიმი, ვიყოთ მოსვენებულ მდგომარეობაში, მივიღოთ ადეკვატურად სითხე, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენ დროულ გამოჯამთელებას. რომელი სიმპტომების დროს გვმართებს აი განსაკუთრებით ყურადღებით ყოფნა? როდის არის უკვე გადაუვალი, რომ ექიმთან ვიზიტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მძიმე გართულებები თავიდან ავირიდოთ?
კი ბატონო, ზოგადად აღნიშნა, რომ გრიპის შემთხვევაში თუ გრიპზე გვაქეჭვია და დადასტურებულია რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანება, ვინაც აღნიშნე პირველივე დღეებში უნდა მიმართონ, რაც შეეხება დანარჩენ კონტინგენტს ჩვენი მოსახლეობის. ანუ თუ მაღალი ტემპერატურა, თქვა 39-40 გრადუს ტემპერატურა 3-4 დღეზე მეტხანს გრძელდება და ამ ტემპერატურას აქვს მზარდი ტენდენცია ერთი, მეორე გვაქვს ძლიერი საერთო სისუსტე, გვიჭირს გადაადგილება ვთქვათ, გვაქვს ძილიანობა, გვიჭირს ასე ვთქვათ, სუნთქვა, გვაქვს გახშირებული სუნთქვა, ტკივილი მკერდის არეში, ხველის ინტენსივობა იმატებს და ხდება შეტევითი. ხო, აი ეს არის ის სიმპტომები, როდესაც ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის დროს აუცილებელია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს შეფასება მდგომარეობის, ხვალ გჭირდება რაიმე დამატებითი კვლევა ან რაიმე სპეციფიური მკურნალობა და აღნიშნავ, რომ მთავარი გართულება ზოგადად გრიპის და რესპირაციული ინფექციების არის ქვემოსასუნთქი გზების დაზიანება, ანუ ბრონქიტის და პნევმონიის განვითარება და ეს სიმპტომები ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა გქონდეს აი ამ გართულებასთან საქმე. ეს ძირითადად მე აღნიშნებს კიდევ ერთხელ ადამიანებსაც არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება ან იმუნოდეფიციტი და თქვა შეგვიძლია ბინაზე დაკვირვება და ამ სიმპტომების მონიტორინგი, ხოლო ვისაც აქვს ეს ქრონიკული დაავადებები, იქ შეიძლება სწრაფად განვითარდეს ყველაფერი ან ატიპიურად მიდიოდეს დაავადება, ამიტომ ასე დროს აუცილებელია, რომ პირველივე დღეებში მოხდეს, ასე ვთქვათ, ექიმთან მიმართვა, რათა სწორად შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ანტიბიოტიკების შესახებაც მინდა კითხოთ. ძალიან ხშირად პაციენტი მიმართავს თვითმკურნალობას, ინიშნავს ანტიბიოტიკს იმ შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევს, რომ ვირუსი გართულდა. როდის არის ეს დაუშვებელი და როდის არის რეკომენდებულიც კი ანტიბიოტიკების მიღება ვირუსისთვის? გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ესე ზოგად რეკომენდაციას ვიძლევთ ხოლმე, რომ 5 დღეში, 7 დღეში თქვა გართულების ალბათობა მაღალია, თუ ესე გახანძლივდა დაავადება და ასე დროს უნდა მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი, თუმცა მე ასე ვთქვათ, ბოლომდე არ ვეთანხმები ამ რეკომენდაციებს და ვიტყვი, რომ ანტიბიოტიკის მიღება აუცილებლად უნდა შეფასდეს ექიმის მხრიდან. ამიტომ არ არსებობს ესეთი ზოგადი პრინციპი, როცა ადამიანს შეუძლია თვითნებურად დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც შეიძლება პირველივე დღეებში იყოს ანტიბიოტიკის ჩართვა საჭირო, არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც თქვათ შეიძლება მოგვეჩვენება, რომ გჭირდება, მაგრამ არ იყოს აუცილებელი. ამიტომ ამის ინტერპრეტაცია და შეფასება სახლის პირობებში ძალიან რთულია. ხო, ამიტომ მე ჩემი მთავარი რეკომენდაცია ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება, რომ ანტიბიოტიკები არ მივიღოთ არანაირად თვითნებურად და თუ ჩვენ ჩავთვლით საჭირო დრო იცი რა, შეიძლება ანტიბიოტიკი გჭირდება, ასე რომ აუცილებლად მივმართოთ ექიმს და ექიმის შეფასების შემდეგ კლინიკური მონაცემები თუ გარკვეულ ლაბორატორიული მონაცემების გადაწყდეს ეს საკითხი, იმიტომ რომ რაიმე ესეთი კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ თვითონ შევაფასებთ, ანუ არაპროფესიონალი, არასამედიცინო წარმომადგენელი ანტიბიოტიკი გჭირდება თუ არა, ძალიან რთულია ამის გაკეთება სახლის პირობებში და თქვათ 10-დან 9 შემთხვევაში ჩვენ შეცდომას დავუშვებთ. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებლად უნდა დაწყებულ იქნას ექიმთან შეთანხმებით.